ანუშკას ზეთი როგორც ჩანს უკვე დაეღო არა. დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. ორშაბათ დილამშვიდობისა. ასე არ ჯობია, იწვიმოს რამდენიც უნდა, ოღონდ ის ქარი ნუ იქნება. გუშინ ისეთი ქარი იყო, შრომა და ვიდეოს გადაღება კი არა, სად რა დაფრინავდა და სად რა მოფრინავდა და სად შიფერი იყო, სად მოგლეჯილი ხევი იცის. მერე არავინ არ დაშავებულა და კარგია. Guess who's back? დავბრუნდით და მივდივართ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ფერმაზე. ელაკუდუნამდე ჯერ არ მივსულა და შეიძლება ისიც გამოყვეს. წავედით და გზადაგზა გაგიზიარეთ როგორც ყოველთვის ყველაფერს, ყველას კარგი ორშაბათი და კარგი კვირა. ისე ჩთაბეშტილებას დავეს პირველი არხი, იგონება იქეთ მიდისო და სინამდვილეში იქიდან აქეთ მოდის. რა გიორგუნა? აგე, ჩემი ფერმა არხის გადაღმა. გადახდი დიდი ბიჭი ხარ უკვე ბიჭო? 1-2 და ჰოპა, ყოჩა. ან თოვადია ჩვენ არ ჩავარდეთ, ჩვენ ეგეთი მოქნილები კი ვერ ვართ. ჰოპ ჰოპ. ჰოპ ჰოპ ჰოპ. ცოტა შორის არხმა დაიწია, მან წყალმა დაიწია გუბიში, წვიმა დაეცა. ხო, და წყალმა დაიწია და დღეს თევზაობა შეიძლება აქ თევზაობდნენ. ამდე ყველა დღე და 2-3 კილო შამაიას კრასნაბურგს იჭერდნენ. ცოტა შორის იმ ადგილზე შაშას თევზაობისას დაუმარხე ტელეფონი. ამის წინა მორბედი. მიდი ნუ გეშინია დიდი ბიჭი. ხო და შეიძლება დღეს წათევზავება 1-2 კილო დაგვეჭერინა. შევწოდით, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ და რო გაგიზიაროთ, ეს რამდენიმე დღეა საჭმელსაც იმით არ ვამზადებ, რომ რაღაცა ყუჭის პრობლემა მაქვს, ხო და დიეტაზე ვარ სუხარზე და ოხარშულ კარტოფილზე და ასე შემდეგ და ამიტომ ეხა საჭმლის მომზადებას დღეს და ხვალამდე მაინც აზრი არ აქვს, თუმცა მარილში და იმაში შევბოლავთ და ესეთი გამოვა შამაია და ის ძვირფასი. წავედით, მივედით ისინი და ისინი რაშვებიან. აქ ასეთი იმეებისგან გავაკეთებ მოაჯერს, მე ამას შევღება მთლიანად, როგორც კი გამოთბება და რაღაცეებს მოვიფიქრებ კიდე. იმის ფონზე რომ აქ დენი არ გვაქვს შეჯერობით და რაღაც მეთოდი მაინც უნდა შევიმუშაოთ იმის რომ შემოვიყვანოთ, რაღაცეებს მაინც ვახერხებთ ისე კუსტარულად. და მე ვფიქრობ ცოტა ხანში ამ წლის ბოლომდე მაქვს ჩელენჯი საკუთარ თავთან რომ ახაურობა უნდა იყოს ისეთი როგორც მე წარმომიდგენია. ცოტა რთულია, განსაკუთრებით ჩემი ხასიათის ადამიანისთვის, აი მაგალითისთვის რო გითხრათ გუშინ ვიდეო რო ვერ დავდე, ამინდიდან და ქარიდან გამომდინარე ვინერვიულე თითქოს ისეთ შეგრძნება მქონდა რომ დავაღალატე ის ადამიანები ვინც ელოდებოდნენ ამ ყველაფერს. და ჩემი თავის დავაღალატე. ან მაგალითად რაღაცა საქმე რომ მაქვს, აი გუშინდელი დღე გადავდე თან იმისთვის რომ მეთქი მანქანას გავაკეთებ თქო, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ქუთაისში უნდა წავიყვანო და მთელი ანუ ესეთი სიტყვა უნდა ვიხარო, მთელი სტუპიცა უნდა ვეძებო და იშვიათი მანქანა როცა ყავს რთულია ეგეთი ნაწილების პოვნა, მაგრამ არ აუშავს, ხო და იმას ვამბობ რომ მანქანას გავაკეთებ თქო, ვერც მანქანა გავაკეთე და იმაზეც ვიცალკე ვინერვიულე რომ რაღაც არც მანქანა გამომევიდა, არც საქმე გამომევიდა და ადამიანები მეუბნებიან რომ ცოტა ისე შეხედე ორბილად ამ ყველაფერს და ეგრეთ წოდე ან დაიკიდეო, მაგრამ არ გამოდის, არც ეგ დაკიდება გამოდის თლად კარგად. ეხლა იმაშიც დროშიც რო ვერ ვეტევი, ხან ფინანსებში ვერ ვეტევი, ხან რაღაცაში ბუნებრივია მანერვიულებს ეგ საკითხები, მაგრამ არა უშავს ღვთისწყალობით, რაც გვაქვს ისიც უნდა დავაფასოთ და მივყვეთ ნელ-ნელა. ყველაფერი გამოვა, შეიძლება დამაგვიანდეს და ვერ ვქნა სწრაფად და ვერ ვქნა ერთ წელში ის რაც ეხლა მარტო კაცმა ჩემი ფინანსებით და შესაძლებლობებით და შრომით 2 წელში 2 წელიწადნახევარში ვქნა, მაგრამ არ აუშავს. თავარი დაწყება და ნაბიჯების გადადგმა და წინსვლა ერთს გადადგამს, შენ ორს გადმოდგამს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს მონდომების შესაბამისად ყოველთვის მოდის რაღაცა წარმატება და შანსი არ ადამიანმა არ მოინდომოს და წარმატება არ მოვიდეს. იმათ ძინავთ. ხო, აიდე ერთს გაეღვიძა იმას პაწეს და შემატყვა აქ რო ვეყავი ლაპარაკზე. ერთი სიტყვით ასეა საქმე. შრომა ყოველთვის იღებს შედეგს. ყველა წარმატებები თქვენ საქმეში და
გუშინ კიდე ჩელენჯი მინდოდა, არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ ბაზრობა ეწყობა ყოველკვირეული ჩვენთან. თუ საინტერესო იქნება, დამიწერეთ და აუცილებლად გადავიღებ მომდევნო კვირას, რომ გავივლი და ფასებს ვიკითხავ, რა ღირს ყველი, კვერცხი და ასე შემდეგ. ესეთი აგრარული ბაზრობა ემართება ყოველ კვირას ჩემ უბანში სხვათა შორის და გადავალ და ვნახავ. თქვენც რო იცოდეთ, სოფელში რა ღირს პროდუქტი, სოფლის პროდუქტი და სხვათა შორის ვინმეს რამე თუ დაგჭირდათ, ეხლა მე არ ვაკ და არ ვაწარმოებ, მაგრამ შემიძლია აი გიპოვოთ თუ გაქვთ სურვილი, ანუ ყველის, კვერცხის და ასე შემდეგ რაღაცები შეძენით, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და აუცილებლად მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს, ვიზეც პასუხისგებელი ვარ, რომ სუფთა და ნატურალურ პროდუქტებს აწარმოებენ და შესაბამისად დაგეხმარებით მათთან დაკავშირებაში. ამასობაში წყალი გაცხელდა, იმათ სივსაჭმელს ხوار ვაკადრებ და წავედი მივხედავ. ძმაკაცო, გესმის? ცოტა ზაბორი შევაკეთე, ის პატარა რომეო დაძვრება და რატო დაძვრება ვერ მივხვდი. უკან ნახეთ რა წერია ციური და პაწე. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ამად გამო მაინც, ხო და ზაბორი შევაკეთე, მე სულ მაწამძლია არხზე გადავედი, მაგრამ 4 ცალი პატარა თევზის გარდა, რომელიც რეალურად შვილიშვილად მეკუთვნოდა, ვერაფერი დავიჭირე და გავუშვი ინიც თავიანთ საქმეზე ალბათ. ხო და გადმოვედი ისე ცეცხლი დავანთე უგემრიელე სუხარიქს მივირთმევ ახლა. სუხარი და იმის გევრია. ხო და ვერე თუ არ გაწივდა გავაგზელებ ღობეს. ღობესაური ღობესა. მარტივი, ყველაზე მარტივი გზა ეს გენიალური ვაშლია, ყვითელი ფერისოა, როდნება ისეთი. ესენი არ გამოჩნდეს, ხო და ყველაზე მარტივი გზა და აფესვიანოთ. ტოტზევე არის ეს. გააჩერებთ ერთ წელს ცოტა მეც, გააჩნია, ნუ როგორც გამოიღებს და მე აქ მარტივად გადაჭრით და გექნებათ ნერგი. და ჩვენ შენებთ სახლს, თუ ჩვენ ცდილობთ გამოვხდი, ჩვენ დიმეც ის დახვალინდელი დღის. რა ვაძვა? აიყო. უმეხმარები ამის წაღებაში? ხო? ტედი არა მაგის მეტი. ესეთი წვიმა და ჯინჯღლა ჩვენ რაში გვაჩერებს? ხარს ყველაფერი ჯობი. მობილო. დაუბრუნდით ჩვენს პროფესიას, რა დავარქვათ ამას, მეღობეობას და გავაგრძელოთ. საქმე ბევრი გვაქვს, დრო ცოტა. დედლაინია შესასრულებელი. თორია მინდები იყოს. აქვე პატარა პრობლემა, რომელსაც გაგიზიარებს და თქვენ თუ ოდესმე დაგჭირდებათ, მე გაიხსენებთ და გახსოვდეთ, რომ როცა ესე აკეთებთ, ეს არის დაახლოებით 1 მეტრში. ესენი მაქვს დასობილი ეს სარები 1.5 მეტრში. აი ეს 1 მეტრში გამოვიდა ძალიან მყარი, იმიტომ რომ კარგად გადაიგრიხა თხილი. როცა 1.5 მეტრშია, კიდე კარგი რომ სხულები მაქვს მოჭრილი და წამოღებული ამისთვის, არც ისეთი მყარია, გულისხმობ იმას, რომ ესენი სტოლბებს სარები უნდა იყოს ახლოს, რომ რაც შეიძლება მყარი გამოგივიდეთ. ეხლა ნუ ამ ტერიტორიაზე არაფერი არ მოაწვება, ის ღორებს აღარ გადმოუშვებ და ასე შემდეგ და ამას არაფერი არ მიაწვება და ესეც ბუნებრივია მყარი გამოდის, მაგრამ როცა მეტრში გაქვთ დასვებული სარები,
და ამ სარებს შორის აკეთებთ, ბევრად უფრო მყარი გამოდის, ვიდრე მეტრნახევარში. მე არც ერთი ვიცოდი და არც მეორე ვიცოდი, არც პირველად ვაკეთებ ცხოვრებაში ეგეთ რაღაცას და შესაბამისად ვსწავლობ. ეხლა უნდა დავიწყო და ესენი დავთხარო ყველა თავიდან დავასო და მე გავყვე და ამიტომ ეგ სისულელეა. მით უმეტეს ეხლა აქ არაფერი ისეთი არ მოაწვევა ამას და რაღაცა ძალაზე არ მიადგება, თან ესენიც კარგადაა დასობილი თუ ჩაშობილი თუ როგორც არის, ხო და ერთი სიტყვით შემდეგში ვისაც დაგჭირდებათ ეგეთი რაღაცები, გაითვალისწინეთ რომ მეტრში დასველი სარი იქნება ოპტიმალური მსგავსი ზაფხულის გასაკეთებლად, მესერის გასაკეთებლად. გავაგრძელეთ ახლა. როგორი ინდივიდუალურია კომფორტის ზონის ამბავი? დასწყო წვიმა, მოდი, გაითბე, გაშრი, გააგრძელე მერე საქმე. გემრიელესის უხარი მიირთვი. ამიტომ კომფორტის ზონა ინდივიდუალურია. გინდა გარეგანი და გინდა შინაგანი. ეხლა ნუ დამაწყებინებთ კომფორტის ზონაზე საუბარს, თორე კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე თუ დაწერთ კომენტარებში აუცილებლად ვისაუბრებ. მაგრამ ამ პატარა წვიმაში სანამ ჟიჟღლავს დრო ვიხელთეთ და მაგალითად აი ერთი საქმე დღევანდელი მოვითავეთ და ორი რამ ვისწავლეთ აქედან. ერთი ის რომ როცა დაშორება ორ სტოლბას შორის, ორ სარს შორის არის 1 მეტრი, ბევრად უფრო მყარი გამოდის. და როცა მეტრნახევარია, მიუხედავად იმისა, რომ სქელი ტოტები ჩაუყოლე, მაინც ასე თუ ისე თუ ნამდვილად ღობისთვის გჭირდება და არა თქვა დეკორატიულად. ეხლა აქ მაგალითად ამას არანაირ ცხოველი არ მიაწვება და მით უმეტეს ეს სარებიც ისეა დასობილი, რომ ვერ წააქცევს. მაგრამ ახლო-ახლოში მეტრ-მეტრში უფრო მყარია და მეორე. ნახეთ, იმ ხარეს გავაკეთე ასეთი პრინციპით. აქედან იქეთ, იქედან აქეთ, აქედან იქეთ და გამოვიდა ძალიან ლამაზი. ეს არის მხოლოდ აქედან იქეთ. და ცალი მხარის გადაჭრა მომიწია. თუ გინდათ, ახლა ამას ხვალ არ შევიზარებ, მაგალითად დავშლი და ისე ავაწყობ, რომ აქედან იქეთ იყოს და ბევრად უფრო ლამაზია, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი, როგორც ესენი ჩაჯდა გარდამავალები, იქეთ ხარეს რო ჩაჯდება, იქეთ მხარე დახრილი აღარ გამოვა. და გამოვა ისეთივე ლამაზი, როგორც აქეთ, ან არ შევიზარებ და აი ასე ვიზამ ერთ ბოლოს აქეთ, მეორე ბოლოს იქეთ და წვრილები და ნელ-ნელა ესე დახრილი და წამოკოსილი არ გამოვა. და მე ვფიქრობ, უფრო ლამაზი იქნება თუ სილამაზეზე მიდგა საქმე და რა უნდა მის დაშლა აწყობასაც დიდი დრო არ მოაში. მეორე ვარიანტია თავიდანვე ამ ზომაზე დაჭრა. დავჭრა მაგალითად ხვალ დანარჩენები და მე გადავალაგო, გადმოვალაგო. წინასწარ ყველასათი თავად უნდა დაჭრა და ცოტა რთული იქნება. მაგრამ ამ წვიმაში რა გვაქვს მეტი საქმე. ამასობაში 3 საათი გახდა. ცეცხლი გვინთია გასათბობა და გასაშრობა და ეხლა ძალიან თუ დასწრებს შევდივართ, ვიყუდრებთ. და ცოტა როცა ჟინჟღლავს ესე გამოვდივარ. ეხლა მოვაგროვებ კიდე რომ გადაიღებს დანარჩენ იმეებს, მე ვაჭმევ ღორებს და მე ალბათ სახში წასვლის დროც მოვა. თუ ძალიან არ დასხო, შეიძლება უკვე მოვიდაროს და მეტი საქმე ქონათ. ვინ იცის? ოღონდ ქარი არ დამანახოთ. ამასობაში გახდა 4 საათი და გოლია ისე დაუბერა და ისე შემოსხო, ჩვენ კიდე რამის გაკეთება შევძლოთ. ამიტომ ეხლა წყალს დაუდგავ იმათ საჭმლის გასაცხელებლად და მე ნელ-ნელა გავუყვები სახლისკენ. აი ისიცივე კი აი ეს. ჭიქა-არაყი მოუხდებოდა, მაგრამ მარტო კაცის ჭიქა-არაყის დალევის რა ვთქვი მე. გვერდით ვჯდობი თუ არ ყავს ვის მოგიჭახუნებს. რა სიტყვი თქვენ? აუ კიდე ვირს ხურჯინები. კიდე გაეს რომ ყავდა აქ, თორე კერძო საკუთრება. მე კარგ აბრას გავაკეთებ აქ ალაგის. მეგობარო მაკედან არ მივდივართ, აქედან წავიდეთ. საიდანაც მოვედით. როგორც მივხვდებოდით, გადმოვედი უკვე ესო და ეხლა ცოტა გადაიდარა და იმათაც თბილი საჭმელი მივართვი და წამოვედი. როგორც ბაბუაჩემი მეუბნებოდა, ტყულა ყოფნას ტყულაში რომ აგჯობიაო. შესაბამისად რაღაცა მაინც გავაკეთეთ დღეს, რაღაცა ვისწავლეთ და ასე ვბრუნდებით სახლში. ხვალ უმედია უფრო მეც ვიზამთ. ყველას ვიდობიანი საღამო უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც მწერთ და მიზიარებთ. თითოეულ თქვენთაგანს ვიმახსოვრებ და გიმახსოვრებ და
არხის გამოწერა და გავიწყოთ, ვინც ახლები ხართ, დალაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე. ანუ ხოლამდე. თქვენ გონიათ ასე ველოსიპედით დაემით ვერ მიცნობს? ეს კუდუნა კაცი ეს? თქვენ გონიათ ველოსიპედით ამ ჩაფხუთით დაემით ვერ მიცნობს? კუდუნსიო! ჩემო ძმა კაცო, გააუმოჩეს. რა შვები, მელა კუდუნი, როგორ ახ? ხა? ამაჯობა. დასვლებულ ხარ ბიჭო. მიცანია რა, მაინც მიცანი ველიკით დაიმეთ. ჭამოთ? ჭამოთ აჯმელი? კაი, დავაი, ჭამოთ. დავაი, ჭამოთ, დავაი.